სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგ კითხვას სვავს ახალგაზრდა ქალბატონი, რომელსაც ქვია peace, ანუ მშვიდობა, ეკადუბა. აშკარად ჩანს, რომ ახალი ჩამოსული უნდა იყოს აფრიკიდან, ესეთები ბევრი მხდება კანადაში და ძალიან კარგი ხალხია, ქრისტიანი აფრიკელები უნდა გითხრათ, განსაკუთრებით დასავლეთ აფრიკა, ხო, ვინც იცის კარგად, ხო? ძალიან განსხვავებული. თვითონ ეთიოპიელებსაც ძალიან კარგი, ძალიან კაი ბევრი ადამიანები მიყავს, რომლებიც მართლაც რო შეხედავთ მათ და ურთიერთობა გაქვთ, ხო, საერთოდ ვერც იგრძნობთ, რომ რაღაცა ის არის სხვაობა შავკანიანებსა და თეთრკანიანებს შორის ისეთი ის არის. და ამას აკეთებს ქრისტიანობა. მე ეს შევნიშნე ჩინელ ქრისტიანებში, ჰონკონგიდან, თაივანიდან როგორ განსხვავდებიან, გუშინაც ყავდა ახალგაზრდა პიროვნება, ახალი ჩამოსული ჩინეთიდან აეროპორტიდან ავიყვანე და უნდა გენახოთ როგორ ხმამაღლა ლაპარაკობდა, ამოვარდნილი იყო. როცა ჰონკონგელი ჩინელები რომ მომყავს და ბევრი მოგზაურობს აეროპორტში მოფრინავენ ძალიან ესე თქვათ არისტოკრატები და ძალიან ინტელიგენტები არიან. აბა 100 წელი იყვნენ ბრიტანეთთან, ხომ? ასევე ქრისტიანობა შევიდა, ქცევის მანერები. ასევე არაბი ქრისტიანი რამდენიც მინახე მე, სრული განსხვავებაა, ხომ? თუნდაც კავკასიაში რო გადახედოთ ახლა, ჩვენ შორისაც არის განსხვავება კავკასიელებს შორის, ხო? და ეს მეთქი ეს ძალიან ეს არის თვალში საცემი და პიროვნებას აინტერესებს უსამართლობასთან დაკავშირებით სოციალური სამართლობა ძალიან მნიშვნელოვანი თემა იყო ამ პერიოდში 2018-15 Black Lives Matter იყო ესეთი შავი სიცოცხლე ძვირფასია და ბევრი გამოსვლები იყო იცით ხომ წალეკა ამ გამოსვლება კანადაშიც იყო და მე და საქმეს სახელმწიფო სექტორებში არ ვიცი ხა ამერიკაში როგორ მოაგვარეს მე მგონი კიდე არ არის მოგვარებული იცით რომ იქ პოლიციელს შემოაკვდა შავკანიანი და ერთი ამბავი იყო მოკლედ ბალტიმორში იმაში არეულობები იყო და ამ გოგონას ახალი ემიგრანტია და აინტერესებს რა პოზიცია დაიცვას იმიტომ რომ შავკანიანები ხშირად აიძულებენ ერთმანეთს რომ გვერდზე დაუდგნენ ამ საკითხებში გესმით გაკრიტიკებული ხა მე მახსოვს დენზელ ვაშინგტონის ბევრი შავკანიანი ერთ-ერთი ცნობილი პასტორია კიდევ რომელიც არ იზიარებენ რომ არ უდგია გვერდში ამათ გესმით ესეთ მოძრაობებს სადაც შეიძლება ეს ვიოლენსიც იყოს ძალადობა იყოს რევოლუციები გამოსვლები და ბუნებრივია ამ გოგონასაც აინტერესებს ძალიან ლამაზი გოგონა მე დავდები ამის ფოტოსურათი შვიდობა peace ესე ითარგმნება მისი სახელი ახლა ჩვენ ახლა ქართულად შვიდობას ხوار დაუძახეთ peace დაუძახეთ peace ეკადუბა და ჯონი ცოტა გაუცდება ჯონი კიდევაც ამ იმაზე როდესაც სახელს გაიგებს. მოდით მოусმინოთ ფერადკანიან მორწმუნეს დემოკრატიულ ქვეყანაში რა პოზიცია უნდა გქონდეს სოციალურ სამართლობაზე. გამარჯობა ჯონ, გამარჯობა, მე მქვია peace, ანუ შვიდობა ეკადუბა, ეს არის ჩემი კითხვა. მესმის და ვეთანხმები რომ სოციალური სამართლობა და ჯონ მაკარტური აწყობინებს რა არის თქვენი სახელი peace. დიახ, თქვენ ჩვენი ახალი წევრი ხართ? დიახ, ვარ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, გმადლობთ. მთელი შუადღე მუშაობდი თქვენი სახელის წარმოთქმაზე. ეტყობა ჯონ მაკარტურს მოუტანეს ეს ახალი წევრების ის რა ქვია სია და იქიდან ახსოვს. ფიქრობ მიმიხვდით ხომ? დიახ, გმადლობთ. იმის გაგებით ჩვენ ვეთანხმებით თუ არ ვეთანხმებით სოციალურ სამართლიანობის ამ მოძრაობას და მახსოვს თქვენი სახარების სერიალიც მიუძღვანით ხო წელს ჩემი კითხვა მდგომარეობს როგორ უნდა უპასუხო და როგორი რეაგირება უნდა მოახდინოს ფერადკანიანმა ადამიანმა როგორიც მე ვარ ან ეკლესიის სხვა ნებისმიერმა ადამიანმა და აქტიურად უპასუხოს რეაგირება მოახდინოს დემოკრატიულ საზოგადოებაში სამართლიანობის სხვადასხვა საკითხს პოლიციის სისასტიკის შემთხვევებთან დაკავშირებით რომელიც დადასტურდა მაგალითად ჩემს გარშემო არსებულ მეგობრებშიც ამავდროულად როგორ დარჩეს ერთგული და პრიორიტეტი მიანიჭოს მაცხოვრის სახარებას ესე იგი საზოგადოებაშიც მიიღოს მონაწილეობა და სახარების ერთგულიც დარჩეს ისე რომ არ დაიზიანოს თავისი რწმენა და ქრისტიანობა და ჯონ მაკარტური პასუხობს დიახ მესმის ნამდვილად კარგი კითხვა peace და რა შესანიშნავი სახელი გაქვთ მადლობა თქვენს შობლებს, რომ ესეთი ბრძენი ადამიანები იყვნენ და ჯერ მარტო თქვენი სახელისა გამო თქვენ უნდა მოერიდოთ ესეთ გამოსვლებს და პროტესტებს. მისვინეთ. ჩვენ ახლა არ გვინდა რომ ადამიანების ჯგუფი ზედმეტად რაღაცა კატეგორიებში მოვათავსოთ. ჩვენ არ გვინდა ზედმეტად განზოგადოება
ეს იქნება ფერადკანიანებზე, თეთრკანიანებზე, ლათინოებზე, პოლიციაზე საუბარი, სამთავრობო ხელისუფლებაზე, ან სხვა რამეზე. ფიქრობ, რომ როგორც ქრისტიანებს, ჩვენ ყველას გსურს, რომ სამართლიანობა იქნას დაცული. ეხლა ჩვენ როდესაც გადავხედავთ ბიბლიას, მეორე მეფეთა წიგნს, მეორე სამუელი, ხო, ინგლისურად, ან გამოსვლის წიგნს. გამოსვლის წიგნი ალბათ განსაკუთრებით. როდესაც მოსე აპირებს ლიდერები შეარჩიოს. როდესაც ის მისი სიმამრი მას ნახავს, თუ როგორ გადაღლილია, როცა ის ინდივიდუალურად არჩევს ყველა ადამიანის საქმეს და იქ მილიონობით ადამიანი იყო და მოსეს სიმამრი მას ურჩევს, რომ აირჩიოს ლიდერები და გაანაწილოს ეს დელეგირება მოახდინოს სამართლიანობის. ასე რომ ისინი უნდა ყოფილიყვნენ შერჩეული, რომ ყველა ყოფილიყო პატიოსანი და მართალნი, რომ არ აეღოთ ქრთამი. ასევე მეორე სამუელში, მეორე მეფეთაში, თუ მართველის შერჩევას აპირებდით, მითითება იყო ღვთისგან, ხომ? და მეფეზეც, ხომ? რომ მას ქონოდა ღვთის შიში, ის ყოფილიყო სამართლიანი და ღმერთის მითითებით ეცხოვრა მას, პატიოსანი. და ამიტომ ჩვენ ამ საზოგადოებაშიც გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი ლიდერებიც ესეთები იყვნენ, რომელთა მეცამეტე თავის თანახმად მთავრობა იმისთვის არსებობს, რომ ბოროტ მოქმედები დასაჯოს, ხოლო კეთილის მომქმედნი დაიცვას და წაახალისოს. ეხლა მე ვსაუბრობ მიწიერ, კეთილ, კარგად აღზრდილ მოქალაქეზე. და შეიძლება არ იყოს ეს აუცილებლად ქრისტიანი. ჩვენ იდეალურ საზოგადოებაში არ ცხოვრობთ და სინამდვილეში ესე არ ხდება ხოლმე. იმიტომ რომ ჩვენთან არ არის თეოკრატია. ეს არ არის სამეფო, რომელსაც ღმერთი მართავს. ეს არის დაანგრეული, დაცემული, ცოდვილი სამყარო, რომელიც სატანის ძალაუფლების ქვეშ არის. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერში საფრთხე ის არის, რომ ჩვენ მიდრეკილნი ვართ ადამიანთა ჯგუფისათვის იარლიყების მიკერებასა და განზოგადოებისაკენ, რაც უსამართლოა. არიან ადამიანები, რომლებსაც თანაგრძნობა აქვთ მათ მიმართ, ვინც იტანჯება. არიან ადამიანები, რომლებიც გულგრილები არიან ტანჯვის მიმართ, მაგრამ ისინი არ გამოირჩევიან კანის ფერით, რასით, ან ეკონომიური სტატუსით. ყველგან არის ცუდი და ყველგან არის კარგი. ამიტომ ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა რაღაცა ყუთებში არ მოვაქციოთ ჩარჩოებში გარკვეული ადამიანები. ვიცით, რომ ყველა შტატში არის ყველანაირი ტიპის ადამიანი და ყველანაირი პრობლემური ადამიანები ყველგან არიან. ჩვენს თავრობაშიც არიან კორუმპირებული ლიდერები, მაგრამ არიან ისეთი ლიდერები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ პატიოსნება შეინარჩუნონ. ასევე პოლიციელები. ფიქრობ, რომ მათი უმრავლესობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გვემსახურონ ისე, რომელიც მათი სტანდარტია. და არიან, რა თქმა უნდა, რომლებიც ძალაუფლებას გაამეტებენ. მაგრამ არა ძალიან დიდი რაოდენობა, რომლითაც ბევრი მანიპულირებს და ცდილობს, რომ საერთოდ ეს ინსტიტუტი დაანგრიონ და ლაქა სხონ. ამიტომ როგორც მორწმუნეს, მე არ მინდა ვიყო ისეთ მდგომარეობაში, სადაც ადამიანებს კატეგორიებში მოვათავსებ. და რომელიღაც კლასს, ან რომელიმე პროფესიას, ან მეტ პრივილეგიას მივანიჭებ, ან დავაკნინებ. მე მინდა პატივი მიმაგო ზოგადად სიმართლეს და სადაც ის არ არსებობს, მინდა რომ დაუპირისპირდე ბოროტ მოქმედებას. და სადაც ის არსებობს, სიმართლეს მინდა რომ მოვიწონო. მაგრამ ეს უნდა იყოს პიროვნული და იდენტიფიცირებადი. და ფიქრობ, ჩვენს ქვეყანაში კონფლიქტის მიზეზი ის არის, რომ ერთი ჯგუფი მეორეს უყვირის, ეჩხუბება დიდ ხმებზე, რაც მერე ქმნის დანაშაულს. არ და აქ უნდა იყოს დანაშაული გამოძიებული, კარგად შესწავლილი და დამნაშავეები დასჯილი. ეს არ უნდა იყოს ადამიანების ჯგუფების პროტესტით გადასაწყვეტი. ამიტომ ჩვენ ქრისტიანები უნდა ვიყოთ მშვიდობის ყოფილები, ჩვენ უნდა ვიცხოვროთ შვიდი, წყნარი ცხოვრებით, ამას ამბობს წმინდა წერილი და დავემორჩილოთ ხელისუფლებას. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ არსებობს უსამართლობა და ჩვენ ამას ხვდებით. ეს არის ცოდვადაცემული სამყარო.
ჩვენ ქრისტიანებს იცით რომ თელ სოფლიოში გვდევნიან. ეს ნამდვილი უსამართლობაა. ხომ ხედავთ რა ხდება აფრიკაში? იქ ქრისტიანებს პირდაპირ კლავენ, ხოცავენ, ეკლესიებს წვავენ, ესხმიან თავზე. მაგრამ ჩვენ როგორც ქრისტიანები არ ვპასუხობთ ამას აგრესიით. ჩვენ არ ვაწყობთ რევოლუციებს, არ ვაწყობთ პროტესტებს, არ ვცდილობთ მთავრობის დამხობას, ჩვენ ვემორჩილებით, ჩვენ ვენდობით მას, როგორც ეს იესომ გააკეთა. ჩვენ ვენდობით ჩვენს ერთგულ შემოქმედს და ვაგრძელებთ მართალი ცხოვრებას, რათა ვიყოთ სინათლე და მარილი ამ ცოდვილი საზოგადოებისათვის. ვფიქრობ, პირადად ქრისტიანისთვის უსამართლობას უნდა დაუპირისპირდეთ, სადაც წყალობა გავიღოთ, სადაც თანაგრძნობაა და გაგების ნაკლებობა, სადაც რასიზმია. როგორც ქრისტიანებმა, ეს ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ცოდვასთან აქვს საქმე. მაგრამ თუ გსურთ რომ ეხლა ეს ინდენტობა რაღაცა ტრადიციაში ჩართოთ, ეს უკვე ალბათ ამ კულტურას თლიანად ამ რაღაცა ნარც გაანადგურებს. რაზეც აგებულია ეს კულტურა და ეს საზოგადოება. თუ ვინმეს უნდა რომ ეს დაამსხვრიოს, დაანგრიოს, ეს არ არის სწორი. და მით უმეტეს ეკლესიაში, როცა ესეთი უსამართლობა ან დაუსჯელობა, მით უმეტეს ეს მიუღებელია. კარგით, იმედია ეს დაგეხმარებათ. მშვიდობა, ხომ? Peace. კეთილი იყოს თქვენი მოგზაურობა გრეის ეკლესიაში. მადლობა ამ კითხვისათვის.